დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გვინდა გამცნოთ, რომ 4 მაისს ევროკავშირის კვირეული იხსნება საქართველოში და ჩვენი სტუმრები უფრო ცხად მოგვიყვებიან. წარმოგიდგენთ მათ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, ჟურნალისტი, უკვე მშვიდობის ჟურნალისტი გოგა აფციაური, ჯუზეპე ვასკესი, ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ხელმძღვანელი და ლევან ლომსაძე დაგვეხმარება თარგმანში. ქალბატონო ელენე, პირველ რიგში მიმოვიხილოთ კვირეული რას მოიცავს. ეს ბუკლეტი, რომელიც თქვენ მოგიტანთ ბაიკო ბოდიშის გიხდი, გარკვეული თლიანი კონცეფცია, ასე ვთქვათ, იმ ღირებულებებისა, რომელიც გვჭირდება ევროკავშირში მოსახვედრად. და ეს კვირეულიც ალბათ ერთ-ერთი საინფორმაციო პირველ რიგში მომენტი იქნება, ხო, ამ ყველაფერში. სწორია, ზუსტად ესე არის, ჩვენ ევროპის კვირეული საქართველოში 2007 წლიდან იმართება და ამ კვირეულის დანიშნულება არის, რომ კონსოლიდირებული იყოს ღონისძიებები და უფრო მეტად ვიფიქროთ ყველამ ერთად თუ რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და ის გზა, რომელიც ჩვენ უკვე ავირჩიეთ და ეს გზა არის არჩეული, ყველანი მივდივართ იქითკენ. თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ ესეთი შეხვედრები სტუდენტებთან სხვადასხვა სამიზნით ჯგუფთან თითქმის ყოველდღიურად გვაქვს, მაგრამ კვირეული სწორედ იმით გამოირჩევა, რომ კონსოლიდირება ხდება აი ამ მოქმედებების. რაც შეეხება დღევანდელ დღეს იხსნება ევროპის კვირეული, ოფიციალურად იქნება გახსნა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი ხსნის ევროპის კვირეულს, მაშინ მონაწილეობს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები, ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ყველანი ერთად აღნიშნავთ ევროპის კვირეულს. აი თქვენ ბრძანეთ და აჩვენეთ სწორედ ეს ბროშურა, რომლის პრეზენტაცია გაიმართება დღეს და ასევე გამოფენა. ეს არის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით დაბეჭდილი ბროშურა და თქვენ მართალი თქვით, რომ ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს და აი აქეთკენ ჩვენ მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრები და ამ გზას ჩვენ იმისთვის არ გავდივართ, რომ აუცილებლად ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ჩვენ ამ გზას გავდივართ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ევროპული საზოგადოება. აი ამისთვის გავდივართ და ის რომ გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, ის რომ ჩვენი კეთილდღეობა უნდა იყოს სტაბილური, უნდა იზრდებოდეს, ის რომ ყველამ ერთად გაუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, იყოს უფრო მეტი თავისუფალი სივრცე ბავშვებისთვის ქალაქში, იყოს სწორი დაგეგმარება, ხანდაზმულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრ თემას ვეხებით ამ კრებულში. კი, ბავშვებიდან ღრმა მოხუცებულობამდე, პენსიამდე. დიახ, ეს სწორედ ეს არის აი ამის ხიბლი, რომ მთელი ცხოვრება აისახება აი ამ ევროპულ გზაზე ქვეყნის გარდაქმნაში და ასევე ეს აისახება თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ჩვენგანზე. აი ამ წუთასაც კი ქვეყანა დგას ევროპულ რესურსებზე და მართლა ვითარდება, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ გვაახლოვებს ამასთან. ეს ძალიან ძიმე პროცესია. იმიტომ რომ ხშირად არის რაღაცა შიში, რომ ენის ბარიერიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცის გამო, რომ გეშინია არ ღებულობ, რაღაცნაირად არ ფიქრობ. რაცა კვირველია, ეს სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ეს ევროპის კვირეული, რომ ესე კონსოლიდირებული იყოს. დღეს თუ გაიარეთ თქვენ რუსთაველის გამზირზე დაინახავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებმა ძალიან გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. ეს იმიტომ არა, რომ ჩვენ მხოლოდ დროშები გვაქვს გამოტანილი, ეს იმიტომ რომ ჩვენ ხაზს უსვამთ, რომ თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და ასევე არის იყო და იქნება ევროპული ტიპის ქალაქი. მე მინდა ჩვენ სტუმარს ბატონ ვასკეს ვკითხოთ. მე ვიცი რომ პრიზი ჟურნალისტთათვის ამ თემას ძალიან უყვარს მას საუბარი და ერთ-ერთი მთავარი мотивация, ასე ვთქვათ, ამ კვირეულის გამართვისა, რომ გავიხსენოთ გასული გამოცდილებაც, ასე ვთქვათ, და ამ პრიზზე რომ გვიამბოს. So let's speak about European Prize for Journalism and the previous experience of the previous years. Yes. First of all, thank you for having us here. Thank you. And I apologize, I cannot speak Georgian. But I hope we will manage to speak about the EU Prize for Journalism. That is the way, our special way this year to start the celebration of the EU Week and EU Day in Georgia. დიდი მადლობა აქ მოწვევისათვის. მართლაც ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ ქართულად ვერ საუბრობთ ბატონი ვასკესი და შევეცდებით ერთად ავხსნათ ეს თემატიკა. მართლაც ევროპის ჟურნალისტიკის პრიზის მეშვეობით ჩვენ სწორედ ვიწყებთ ამ ევროპულ კვირეულს საქართველოში. The EU Prize for Journalism started 4 years ago. It was, let's say, a pilot test
by the delegation of the European Union to Georgia in order to establish a special debate, to launch a special debate and thinking about the role of journalists in Georgia and in a country like Georgia. პირველად ეს პრიზი მოგახსენებათ 4 წლის წინ გამოაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს იყო გარკვეულად საცდელი ღონისძიება, რათა გვინდოდა ამ ღონისძიების მეშვეობით წამოგვეწყო დებატები საქართველოში ჟურნალისტიკის ადგილზე, ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე. Which means also to acknowledge the steps forward in terms of journalism, the great achievements in terms of journalism, and discuss about how we can improve journalism. Because journalism is a vital function in our society. კურიერში 3 საათზე ვთქვათ, გაიგებთ ამ ამბების შესახებ და ისევ ჟურნალისტიკაზე ვსაუბრობდით და ასე გავეწყობდნენ ჩვენ სტუმარს. ლევანი საუბრობდა პრიზის მნიშვნელობაზე. დიახ, სწორედ როგორც ვამბობდით, პრიზის ძირითადი მიზანი იყო ხელი შეგვეწყო წამოგვეჩინა საქართველოს ჟურნალისტიკის მრავალფეროვნება და ხელი შეგვეწყო ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისათვის. So it's a debate about the professional journalism and ethical journalism. It means a debate and to understand how Georgian journalists are providing a very, I would say, important service to Georgian people to get unbiased information, timely information, especially in a country like Georgia with a special relationship with the European Union, with a strong relationship in terms of development and cooperation, and a country that unfortunately is also interested by conflict. ასე რომ სწორედ მიზანი იყო ხელი შეგვეწყო დებატებისათვის. თუ რა არის ეთიკური ჟურნალისტიკა, რა არის პროფესიული ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა, სადაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ჟურნალისტიკის პროფესიონალის იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც არის საქართველოსთან არსებული კონფლიქტები, საქართველოს მეზობლები და ზოგადად სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობდა და არსებობს. სამწუხაროდ ეს კონტექსტი არ რჩება მხოლოდ საქართველოში და ის აერთიანებს მსოფლიოში ბევრ კონფლიქტურ რეგიონს და ეგრეთ წოდებულ საზღვრებს. თქვენი სტატია, რომელშიც წილად ხვდათ ეს პრიზი, სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი ბოსნია-ჰერცეგოვინაში მომზადდა. მოგვიყევით ალბათ პარალელები, საერთო ხედვები, ალბათ რაც აქვს კონფლიქტურ რეგიონებს. საერთო პრობლემები და საერთო ტკივილი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დღეიდან პრინციპში იწყება ახალი კონკურსის, ასე ვთქვათ, გამოცხადება მშვიდობის ჟურნალისტიკაში. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, არა მარტო ვთქვათ, მშვიდობის ჟურნალისტიკაში აცხადებს ევროკავშირი აი ამ კონკურსს, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებით. და ერთ-ერთი ზუსტად აი როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს იყო მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზი, რომელიც შარშან მივიღეთ აი ამ სტატიისთვის, რომელიც თქვენ ახსენეთ. და დაჯილდოების ცერემონიალზეც მე ეს სიტყვები ვთქვი, რომ ჟურნალისტებს, რომელსაც ომის საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, ყველაზე მეტად ვიცით მშვიდობის ფასი. და სწორედ ეს გვაერთიანებს ალბათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მათ უხლართების, საზღვრების თუ გარკვეული ბარიერების, კედლების სხვადასხვა მხარეს ვიმყოფებით. სწორედ ეს ისტორია მოხდა სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში, სადაც შევხვდი ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი. და აღმოვაჩინე შემთხვევით, რომ ჩემი მეგობრის დიშვილია, ჩემი პატივსაცემი ქალბატონის შვილიშვილია და ქართველი ნაცნობი ყავს ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში. და გოგონამ იტირა იქ და თქვა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოინახულოს ბებია და ბიძა. 7-8 წელია კონფლიქტიდან გასული, მოგეხსენებათ და ეს ჩაკეტილი გზები ქმნის იმ პრობლემას, იმ ტრაგედია ამ ოჯახისთვის დღესაც გრძელდება, ხო, პრინციპში და აი ჩაკეტილი გზები ნათესავებს აშორებს ერთმანეთისგან. შესაბამისად, აქ უკვე პარალელი იყო გავლებული ბოსნიის, თქვათ, მაგალითზე, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ბოსნიელები, თქვათ, ხორვატები და იქ სერბები ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ და შესაბამისად ამაზე სასტიკი ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ევროპაში. მათ შეძლეს სწორედ ევროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ნატოს დახმარებით ის, რომ
გახსნეს გზები და ადამიანებმა ერთმანეთთან მიმოსვლა დაიწყეს. თავიდან ეს გაცილებით ხდებოდა. სამხედრო პერსონალი აცილებდა ამ ადამიანებს. დევნილთა დაბრუნების პროცესი დაიწყო. და დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინა არის ჩვენზე წინ იმ გაგებით, რომ მას აქვს კონ მეპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმავალ გზაზე. ჩვენი სანაკლები. ხო, ჩვენ პრინციპში ვერ ვახერხებთ, რომ ეს გზა გავხსნა და ეს რა თქმა უნდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ ის მხარე, რომელიც ვათუხლართებს იქით იმყოფება, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ოსებს და აფხაზებს. ის ადამიანები, ვინც ამ ვათუხლართებს აგებს, ეს არის რუსეთის შეიარაღებული ძალები. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ თქვათ, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთთან მიმოსვლა დაიწყონ, ქართველებმა და აფხაზებმა. შიდა კონფლიქტების მოგვარება და ამ პრობლემის გადაჭრა ერთგვარად გადის, ხო? ევროკავშირთან მიახლოების გზაზე ეს ერთ-ერთი ის კომპონენტია, რაც უნდა შეძლოს ქვეყანა. და ამიტომაც ალბათ ეს თემატიკა ამ კონკურსში ასეთი მნიშვნელოვანია. კი, ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ არა მარტო თქვათ ქართველი ჟურნალისტები, ბოლო კონკურსში ვიცი მაქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალიდან და სოხუმიდანაც მონაწილეობდნენ ჩვენი კოლეგები და ერთგვარი მიმოწერაც ჰქონდა და ჩემთვის იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზად კი ბატონო და ძალიან კარგია და თქვათ ლონდონში წავალ სექტემბერში და BBC-ში გარკვეულ სტაჟირებას გავივლი. მაგრამ ყველაზე სასიხარო ჩემთვის ის იყო, რომ როდესაც შევდივარ Facebook-ში ღამით ხდება მილოცვა სოხუმიდან, ერთ-ერთი ჟურნალისტისგან და ასევე ცხინვალიდან, ასევე ერთი კოლეგისგან და ეს არანაკლებ დიდი სიხარულია ჩემი აზრით, ხო? აი ამ გზაზე, იმიტომ რომ შენი კოლეგებიც გაფასებენ და არაერთ შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობთ, ინფორმაციას ვცვლით. მესამე ქვეყნებში ხვდებით ერთმანეთს, სამწუხაროდ ვერ ხვდებით ცხინვალში, სოხუმში და თბილისში. ამიტომ ხან ერევანში, ხან სტამბოლში, ხან აგერ ბოსნიაში და რაც ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს და ვფიქრობ, რომ ერთი ჟურნალისტი მაინც თუ ისაუბრებს მშვიდობაზე, ჩვენ მხარეს, იქით მხარეს, ხო? ერთი ჟურნალისტი თუ ერთ ჟურნალისტს შეირიგებს. ხო, ამითი რაღაცნაირად აი ამ კონფლიქტის მოგვარებაში პატარა წვლილს შეიტანს. ამ მოდელს პოლიტიკოსებიც თუ გარკვეულწილად გადაიღებენ ამ სამკუთხედისა პოლიტიკოსებს ცოტა უჭირთ მოლაპარაკების პროცესი. მაინტერესებს ეს კვირეული კიდე რა როგორ შედგება, როგორ შეიძლება ვთქვათ, თუნდაც ჩვენ მივიდეთ მაყურებელმა. კი ბატონო, მაგრამ სანამ ამას უპასუხებდე, გვანცემ სწორად თქვა, რომ ის ნაწილიც, რომელზეც ჩვენი კოლეგა საუბრობდა, ეხლა ჟურნალისტების როლი კონფლიქტების მოგვარებაში, კონფლიქტების ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ევროკავშირის და ასოცირების შეთანხმებას და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კონფლიქტების მოგვარებას ეკუთვნის, ეხება და საერთოდ ყველა ეს სიკეთე, რომელიც მოუტას ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც მოუტას ასოცირების შეთანხმების განხორციელება საქართველოს მოქალაქეს, ასევე უნდა აისახოთ, ახლა შეიძლება ცოტა ბანალურიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა და შესაძლებლობას ასოცირების შეთანხმება თავისთავად გულისხმობს, იმიტომ რომ ის ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. სხვა უკვე პოლიტიკის ნაწილი არის და თანდათანობით ჟურნალისტებთან კონტაქტით, სხვა ჯგუფებთან კონტაქტით, თანდათანობით ადამიანური ურთიერთობა და ნდობა უნდა აღდგეს. ეს არის მთავარი. რაც შეეხება ევროპის კვირეულს, ეს დღეს ჩვენ ვხსნით კვირეულს, ეს არის ძალიან დატვირთული. ჩვენ არა მარტო თბილისში, ასევე სხვა ქალაქებშიც გვაქვს ღონისძიებები, მაგალითად ევროპის ხეივანი გაიხსნება ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში, ევრომარათონი გაიმართება ენგურის ხიდთან. გვაქვს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის სიმულაციური დებატები და სტუდენტების ჩართულობა არის ძალიან დიდი. მე მინდა გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ხაზი, რომელიც 7 მაისს გაიმართება გრიბოედოვის სახელობის თეატრში. ახალგაზრდა დრამატურგები დგამენ ეწიუდებს იქ, სადაც ჩვენი სახლი, ესე ქვია. ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც თვითონ დრამატურგები შექმნიან ევროპულ ღირებულებებზე მათი ხედვით ეწიუდებს, რაც ჩვენ დაგვაფიქრებს და დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ქართული ღირებულებები და ევროპული ღირებულებები განსხვავებული არის ერთმანეთისგან დიდად. ტრადიციულად ქართული ნიშნავს ტრადიციულად ევროპულს და ჩვენ სწორედ ეს ვხიბლავს და არა მხოლოდ ის პოლიტიკური სივრცე ან ეკონომიკური კეთილდღეობა, მთავარი არის ღირებულებათა ერთობა. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ღონისძიება, რომელიც 7 მაისს გვექნება. ასევე 10 მაისს ალბათ ჯუზეპე უფრო ისაუბრებს ამის შესახებ, ევროპის დღე გაიმართება. 10 მაისის ღონისძიებაზე გვინდა რომ Please, could you speak more about it?
First of all, I just compliment what she was saying is that this was a special year because the European Union coordinated with the EU-NATO Info Center very closely. მე უბრალოდ დავამატებ, რასაც საუბრობდა ჩემს წინ გამომცვლელი, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული წელიწადი იყო, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ევროკავშირი და საქართველოს ნატოს საინფორმაციო ცენტრი, სწორედ ამ ღონისძიებების, სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობისათვის. So this year we'll be able to celebrate our EU Day, that is our, in a certain way, national day, but concerning 28 countries and our EU identity in Tbilisi, in a nice setup. ასე რომ წელს გვექნება საშუალება ერთად ვიზეიმოთ ევროპის დღე, ეს არის ასე ვთქვათ, ევროკავშირის ეროვნული დღესასწაული, მაგრამ ეროვნული დღესასწაული ერთბაშად 28 სახელმწიფოსათვის ძალიან კარგი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისში. In Alexandria's Park on the 10th, so with an open-air event where I hope all Tbilisi will come to share with us this joy, and with an interesting also cultural event that will start us from the 9th of May with a photo exhibition that will show like a history, let's say, of bonds and ties between Georgia and the European Union, the countries that today are the European Union. და სწორედ 10 მაისს გაიმართება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღია ცისქვეშ ღონისძიება ალექსანდრეს ბაღში, ასე რომ ყველას მივატიტიჟებით რომ მობრძანდეთ, ხოლო წინა დღეს უკვე გაიხსნება სპეციალური ძალიან საინტერესო გამოფენა, ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს ევროპის ზოგადად კავშირებს. 28 ქვეყანა ახსენეთ და მე ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს რომ ყველა ის ადამიანი მივა, ყველა ღონისძიება ბაზე ვისაც გარკვეული ძალიან პატარა ნოსტალგია მაინც დარჩა სხვა ასე ვთქვათ სივრცეების რომელშიც უწევდა ჩვენს ქვეყანას არსებობა იმ იმედით რომ ჩვენ ვქნებით 29-ნი ამ გაერთიანებაში და მომავალ წელს არა ალბათ მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენც მათთან ერთად სრულფასოვნად ვიზეიმებთ ამ დღეს დაუბრუნდებით ჩვენ ოჯახს ჩვენს ოჯახს ეს არის დაბრუნება და არ არის ეს ახალი სივრცის აღმოჩენა ეს არის ჩვენი ადგილი რომელიც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ და ღირსეულად უნდა დავიბრუნოთ როგორც ქართველებმა, როგორც პატარა ამაყმა ქვეყანამ, რომელიც აი აქამდე მოვედით ჩვენი მახასიათებლებით, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის საინტერესო რომ არის ევროპული ამავე. და მე სულ ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ სახელმწიფომ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე. თითოეული ჩვენგანის მზაობა ალბათ ჩვენი არჩევანი და ჩვენი როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისათვის რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, წარმატებები ევროპის კვირეულზე ჩვენ მოვალთ ჩვენ შვილებთან ერთად, იმიტომ რომ მათაც გადავცეთ ეს ღირებულებები, რომელსაც ვიზიარებთ. სულ რამდენიმე წუთით შევისვენებთ და უკვე დავბრუნდებით სავარჯიშო ფორმაში.